სახელითა, მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოვლად სამღვდელონო, უბემთავარნო, პატიოსანო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენებას. ამ დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის შემდეგ მას მერე რაც უკანასკნელად ესაუბრა თავის მოწაფეებს, ლოცვით მიმართა ზეციერ მამას. ეს სრულიად განსაკუთრებული ლოცვა თავისი მნიშვნელობით, თავისი მშვენიერებით, საღვთისმეტყველო აზრით და ამ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე განმარტავს იმას, თუ რა არის მარადიული ცხოვრება, რაში მდგომარეობს ის. იგი ამბობს, რომ მარადიული ცხოვრება არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შეცნობაც. და აი ამ სიტყვებიდან ჩვენ ვიგებთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გწამდეს ერთი ღმერთი, როგორც ამბობენ ზოგიერთები, რომ აი ერთია ღმერთი და რა მნიშვნელობა აქვს თითქოს რომელ რელიგიას ეკუთვნის ადამიანი. ეს ხომ ყველაფერი ერთი ღმერთისგან მოდისო. მაგრამ აი უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი ღმერთი გწამდეს მარადიული ცხოვრებისთვის. არამედ ასევე აუცილებელია გწამდეს მის მიერ მოვლენილი მხოლოდშობილი ძე ღმერთი იესო ქრისტე. თორემ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ თავის თავს ერთი ღმერთის მორწმუნედ, მაგრამ ბოროტებასაც ჩადიან, მკვლელობებსაც ჩადიან, ტერაქტებსაც ჩადიან და თან გაიძახია ღმერთის დიდებას. ხომ ასეა? და ამავე დროს ზძულთ ღვთისგან, ერთი ღმერთისგან მოვლენილი კაცობრიობის ხსნისთვის და გადარჩენისთვის მხოლოდშობილი ძე და მხსნელი უფალი ჩვენ იესო ქრისტე. ესე იგი აუცილებელი არის ასევე გწამდეს იესო ქრისტე როგორც ძე ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. აი ამ ლოცვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს. და აი ჩვენ დღეს ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, რომლებმაც განმარტეს და გამოთქვეს ეს ჭეშმარიტება ძე ღმერთის შესახებ, რომ ის არის განკაცებული იესო ქრისტეს შესახებ, ანუ რომ ის გახლავთ განკაცებული ძე ღმერთი, რომ ის არ არის ღვთის ქმნილება როგორც ჩვენ, ის არ არის ერთ-ერთი მორიგი წინასწარმეტყველი თუ გნებავთ, ან ზნეობის მოძღვარი მხოლოდ, არამედ რომ ის არის მხოლოდ შობილი ძე ღვთისა, თანასწორი მამისა, ერთარსი მამისა და ამავე დროს ჩვენი თანასწორი ადამიანური ბუნებით, კაცობრივი ბუნებით. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ მას შემდეგ დიდი კრძალვით და სათუთად ვინახავთ ამ სარწმუნოებას. და ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ამ სარწმუნოების შენახვისთვის და დღემდე მოვიდა ეს სარწმუნოება მაცხოვნებელი. და ჩვენ მადლობთ უფალს, რომ ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ თავის ეკლესიაში, რომ ვისაზრდოთ აი ამ მარადიული ცხოვრების წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე ამ ლოცვაში, რომელსაც სამეუფეო ლოცვასაც უწოდებენ ხშირად.
აქ უფალი იესო ქრისტე ასევე ლოცულობს მოციქულებისთვის და ზოგადად ყველა მორწმუნისთვის, ანუ ჩვენთვის, ყველა დროის ქრისტიანისთვის. როცა ამბობს, რომ რათა ესენიც ჩვენსავით ერთი იყვნენ, გულისხმობს თავის ერთობას მამას ეციერთან. და აი ეს ერთობა ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და ნათესაობა ჩვენი სულიერი სრულიად განსაკუთრებულია. ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც. რადგან ეს ნათესაობა ქრისტეს მიერი სრულიად განსაკუთრებულია. ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან. და როდესაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან. და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია, რომლის თავიც ვინ არის? თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და აი უფალმა ჩვენ გვიანდერძა, ვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა და ჩვენ გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის, რომ არ შედრკეს, არ შეირყას ეს ერთობა, არ დაირღვეს. ამისთვის უნდა ვიღვაწოთ და თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, უნდა ვეცადოთ, რომ კვლავ დაბრუნდეს ერთიანი ეკლესიის ამ ერთობის წიაღში და ეზიაროს მარადიულ ცხოვრებას, რომელიც ჩვენ გვეძლევა ღმერთის ეკლესიაში, იესო ქრისტეს ეკლესიაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. დღეს ჩვენ როდესაც ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს და მათთან ერთად მოციქულთა სწორ ქართველთა განმანათლებელ ქალწულ ნინოს, მეფე მირიანს, დედოფალ ნანას, რომლებმაც იღვაწეს ამ სარწმუნოების ქრისტეს წმენის მართლმადიდებელი სარწმუნოების გამტკიცებისთვის, გავრცელებისთვის. ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ რწმენის ერთგულებაში, შენახვაში, გამტკიცებაში და როგორც ნათქვამია აი ამ შესანიშნავ საოცარ სამეუფეო ლოცვაში, შეგვეწიოს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობაში და მის მიერ მოვლენილი უფალ იესო ქრისტეს შეცნობაში, რომ ამ რწმენით ჩვენ შევიცნოთ უფალი და მივაღწიოთ მარადიულ ცხოვრებას. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.